მოგესალმებით ჩრდილოეთიდან ბაღის მცენარეების და საერთოდ ბუნების მოყვარულებს. ამ ვიდეოს ვიღებ გარკვეული მიზნით, ამიტომ აღარ დავიცადე, რომ ჩემს მეუღლეს ბალახი გაეკრიჭა. ორ კვირაზე მეტია წვიმს და ხედავთ შედეგს, თუმცა ბაღში სარეველის გარდა სხვა ლამაზი მცენარეები ძალიან ლამაზად ყვავიან. და ყველას, ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ, გეკითხებით, ხომ ყვავილების სიუხვე მაქვს ყოველთვის წელიწადის ყოველ დროს. და ეს არის ეკოლოგიური მეთოდებით შესაძლებელი. ჩემი ბაღის მცენარეებიც იტანჯებიან სხვადასხვა მავნებლებისაგან, დაავადებებისაგან, ვუვლი მხოლოდ ნატურალური მეთოდებით. არანაირი პესტიციდი ჩემს ბაღში არ მოიხმარება. სასუქსაც უმეტესად თვითონ ძალიან იოლად ვამზადებ. ასევე ვიყენებ ყავის ნარჩენებს, ჩაის ნარჩენებს, ბრინჯის წყალს. მოკლედ, ჩემი ბაღის მცენარეები თავს კარგად გრძნობენ. აი ახლა საკურამ დაიყვავილა, მაგრამ მაინც ლამაზად გამოიყურება ეს კუთხე. და ჩემი ვაშლის ხეებიც ყოველ წელს ყვავიან და კარგ მოსავალს იძლევიან მხოლოდ ნატურალური სასუქით, რომელსაც აი ახლა დაგანახებთ. ეგრეთ წოდებულ სარეველას ვყრი ვედროში ვასხამ წყალს და დღეში 1-2 ვურევ 10 დღის განმავლობაში. ჩემს ბაღს ასევე ხშირად სტუმრობენ ირმები, კურდღლები და სამწუხაროდ ზიანიც აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ სიუხვეს მაინც ვფიქრობ, რომ ვერაფერს აკლებენ. აი ეს შედეგი, აი აქ ვითომ დავიცავი ჩემი ვარდები, მაგრამ მაინც მოაკვნიტეს კოკრები და აი ეს სასუქის ვედრო და აი ამ სარეველასაგან ვაკეთებ ჩაის, აქ არის ჭინჭარი, ბაბუაწვერას ფოთლები და ჯანჯაფილი. ყოველ დღე ჩემი ჯანმრთელობისათვის მივირთმევ. აი ასე გამოიყურება ჩემი ბაღი და არის 100%-იანად ეკოლოგიური. თავს კარგად გრძნობენ პეპლები, ფუტკრები, ჭიამაები, ისინი მეხმარებიან კიდეც, ასე რომ ეს არის შესაძლებელი. გთხოვთ, წამლავთ თქვენს ყვავილებს, გყავთ თქვენი ბაღები წამალზე შემჯდარი. სხვანაირადაც არის შესაძლებელი. გისურვებთ კარგ განწყობას, მადლობა.